გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ერთი შეკითხვა მაქვს ყველა ჩემს გამომწერთან Facebook-ი, TikTok-ი, Instagram-ზე. ძალიან გთხოვთ დაწერეთ კომენტარში, მაგრამ მაინტერესებს თქვენი აზრი. საქართველოში როცა ამდენი პრობლემა განათლების, მედიცინის, პენსიონერები, გზა, არ ვიცი, სტუდენტები სწავლის გადასახადს ვერ იხდიან, სპორტსმენები, რამდენი სპორტსმენი ვიცი, რა ვიცი, ფორმის და ბუცის და პერჩატკების და რა ვიცი არაფრის საშუალება არ აქვს და მთელი საქართველოს ახალგაზრდობა პოლონეთში ტაქსაობს და არა მარტო. ამ ხელა თანხა უნდა იხარჯებოდეს 70 თუ 60 მილიონები უნდა იხარჯებოდეს კონცერტებში, ეხლა გვეკონცერტება ჩვენ ამ ხელა პრობლემებია საქართველოში და ყოველ დღე მწერენ ქართველები, რა ვიცი, მთელი მსოფლიოდან ალბათ პოლონეთი, ამერიკა, ყველგან მაგრა უჭირს ქართველებს და ყველგან გაჭირვებაა და ამ ხელა ფულები კონცერტებში რო იხარჯება, ეს შეცდომა პირველ რიგში შეცდომაა და მეორე რიგში თუ ფართოდ განვიხილავთ, ეს არის ფულის გათეთრება, დანაშაული, არამიზნობრივი ხარჯვა ბიუჯეტის თანხებიდან. ზუსტად ვიცი როგორ ათეთრებენ და როგორ თუ თქვენ 70 ნახევარზე მეტი არ ვიცი ვის ჯიბეში წავიდა, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ჩვენი გადასახადების, ჩვენი გადახდილი ფულები რაც მიდის ბიუჯეტში, ამ ფულებს ჩვენ ფულებს პარავენ ჩვენი ჯიპიდან იმის ნაცვლად რომ კეთდებოდეს გზები და რაღაცა რეფორმა განათლების და სხვა პრობლემების. კარგად იყავით და აუცილებლად დაწერეთ კომენტარი, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, ძალიან მიყვარხარ და აუცილებლად გაიმარჯვებს საქართველო. გენაცვალეთ ყველას.